დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია გიორგი მელაშვილი, ევროპულ ქართული უნივერსიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ვილაპარაკებთ, გიორგი, მოგესალმებით, მადლობა რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. ვილაპარაკოთ ევროკავშირის განცხადებაზე, მათი პრეს-სპიკერი ავრცელებს განცხადებას, სადაც წერია, რომ კატეგორიულად გმობენ ხელისუფლების დეზინფორმაციას ომში ჩათრებაზე, არატრადიციულ ღირებულებებზე და ეს თქვა ეკომაგებიან ევროკავშირის ელჩს საქართველოში და გმობენ მასზე თავდასხმას. გითხარით უფრო მეტი რა გზავნილია ეს და რა სეტყვით ჩვენ აუდიტორიას ამ განცხადების შესახებ. საღამოშვიდობის მივესალმებ მაყურებელს. კი ევროკავშირმა გამოაქვეყნა საკმაოდ ვრცელი განცხადება, ანუ უბრალოდ გასაგები რო იყოს თითოეული ჩვენგანისთვის რამდენად მძიმე ვითარებაში არის უკვე ქართული ოცნება და რამდენად გამოიწვიეს ევროკავშირში რეაქცია თავისი ანტიდასავლური განცხადებებით. ცოტა ხნის წინ რომ კითხულობდნენ რას ვაკეთებთ რუსულსო, აი ბატონო უკვე თავად ევროკავშირმა აღიარა რომ რუსული ტიპის პროპაგანდით ცდილობენ საქართველოში ევროპული ფასეულობების ღირებულებების დისკრედიტაციას, ელჩზე თავდასხმას და ზოგადად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განადგურებას. პრინციპში ახალი არ არის ეს, მთელი ბოლო დროის განმავლობაში ქართული ოცნება ძალიან აქტიურად ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას, მათი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები 24 საათიელამის სხედან პროპაგანდისტულ მედიებში და ავრცელებენ აბსოლუტურად გამოგონილ ცრუ ინფორმაციას ევროკავშირთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში გამოდის ისე, რომ ძალიან ეშინიათ, რომ ქართული ოცნების მამრობითი სქესის წარმომადგენლები არ გაათხოვა. აი ეს არის რეალურად რაც ხდება. თქვენი აზრით მთავარი ბიძგი ამ განცხადების რა იყო? მათ შორის ხომ არა ბოლოდროინდელი ელჩის გაწვევაზე გაკეთებული განცხადებები, მე კალაძე გავიხსენე რამდენჯერმე ერთ-ერთი ბოლო იყო ეს. რა თქმა უნდა, თბილისის მერი, რომელსაც საერთოდ არ ეხება საგარეო პოლიტიკაზე განცხადებების კეთება და გაცილებით უკეთესი იქნება თუ მერი მიხედავს ქალაქში რაც ხდება ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით უსაფრთხოების თვალსაზრისით იმ საკითხებს, გამოდის და პირდაპირ ემუქრება ევროკავშირის ელჩს ქვეყნიდან გაძევებით. ჯერთი მისი საქმე ეს არ არის. როგორც ჩანს, ბატონი კალაძე საკმაოდ ნერვიულობს საკუთარი მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით და ცდილობს, რომ პარტიას დაუმტკიცოს საკუთარი ერთგულება და ამით ქართული ოცნება კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩააყენა. რა თქმა უნდა, ევროკავშირი რეაგირებს ამ ანტიდასავლურ განცხადებაზე, რა თქმა უნდა, ის რაც ჩვენ ვნახეთ ჯერ გერმანიის ელჩთან დაკავშირებით, შემდეგ ბრიტანეთის ელჩთან დაკავშირებით, ახლა ჰერჩინსკი ამოიღეს სამიზნეში, ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი ავტორიტარული ლოგიკა, როდესაც ავტორიტარული რეჟიმი საკუთარი შეცდომების და საკუთარი დანაშაულის გადასაფარად ცდილობს რომ გამოიგონოს ბუა. ცდილობს რომ გადააბრალოს რაღაცა სხვას საკუთარი შეცდომები, დანაშაულები და ასე შემდეგ. იგივე ხდებოდა საბჭოთა კავშირშიც, იგივე ხდებოდა საბჭოთა რუსეთში და იგივე ხდება დღევანდელ რუსეთშიც. უბრალოდ ჩვენთან ამ ყველაფერმა მიიღო კონსპიროლოგიური აშლილობის სახე და ამიტომ გვაქვს ეს გლობალური ომის პარტია, deep state და სხვა სრულიად სიგიჟემდე მისული კონსპირაციული თეორიები და უკვე ევროკავშირმაც ოფიციალურად გასცა პასუხი ამ ყველაფერს. კი ბატონო, საინტერესოა მაშინ როდესაც ათვლის პერიოდში ვართ ახლა, როდესაც ევროკომისიამ გამოაგზავნა გზამკვლევი და 31 აგვისტომდე არის ვადა მიცემული. შეიძლება რაღაც კონკრეტული ჩამონათვალია საკითხები, შეიძლება ეს ორი თემა ეს თქვა არ კვეთს, მაგრამ ყველაფერი ერთი დიდი თემის ნაწილია ევროკავშირთან ურთიერთობის. აი ამ პერიოდში ამ ტიპის განცხადება, რა ტიპის ეს თქვა ცვლილებას შეიტანს თუ აი ამ მოლოდინებში, რომელიც არსებობს 31 აგვისტომდე, როცა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არსებობს გზამკვლევიც და არსებობს კონკრეტული ვადაც. არსებობს კონკრეტული ვადა, არსებობს კონკრეტული სამი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა ოცნებამ უნდა გადადგას. ეს არის ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, ეს არის იმ სრულიად გაუგებარი კანონების გაუქმება და ასე შემდეგ. თუმცა ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ ისევ და ისევ ანტიდასავლური რიტორიკის ორიენტელს და როგორც ჩანს ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს რომ არაფერი არ დათმონ და თუ ასე იქნება ამ შემთხვევაში დაზარალდება არა მარტო კონკრეტულად ქართული ოცნება, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფო. ანუ გამოდის რომ ქართული ოცნების ახირებას
და ქართული ოცნების უნარობას გაიაზროს ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები ეწირება ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავალი. რაც რა თქმა უნდა არანაირად არ არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში და პირიქით ჩვენ მთელი ეს ამ დროის განმავლობაში დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ვიბრძოდით ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლისთვის. ახლა ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ჩავეხსნათ დასავლეთს და ვერ გამოვიყენოთ ის გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც გვაქვს ჩვენ უკრაინაში ომის შემდეგ. ანუ ფაქტობრივად ქართულმა ოცნებამ აირჩია პატარა სოფლის სტრატეგია, რომ საქართველოს არანაირი სუბიექტურობა საერთაშორისო ურთიერთობებში აღარ ჰქონდეს და რაღაცნაირად საბოლოო ჯამში აღმოჩნდეთ რუსეთის პერიფერიაზე. კი ბატონო, მოკეთ მძიმე და კატეგორიული განცხადება, როგორც ჩანს, როდესაც ეს გზამკვლევი თბილისში იქნა აღქმული, ასე რომ ჩვენგან ითხოვენ ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებას და კაცი რომ კაცია ამის გადახედვას და ქალი რომ ქალი ამის გადახედვას, სწორედ ამ განცხადებებზე გამოხმაურება იყო მათ შორის კობახიზის ბრიფინგზე, რომელიც სწორედ ამ თემაზე დიანა, სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობენ ასეთ მდორე და მდაბიო პროპაგანდამდე დაიყვანონ ევროკავშირის რეკომენდაციები, გამოდის, რომ მათ ეშინიათ, რომ ქართული ოცნების მამაკაცები არ გაათხოვონ. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის იმდენად ხისტი გაუაზრებელი, უშინაარსო თავისი არსებით პროპაგანდა, რომელსაც მე არ მგონია, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იჯერებდეს, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ჩვენი ხალხი ცოტა უფრო ჭკვიანი არის, ვიდრე ქართულ ოცნებას წარმოუდგენია. კი ბატონო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ სტუმარს ვლაპარაკობდით ევროკავშირის წერილზე, ამაზე უფრო მეც ტვ1-ის ცენტრალური საინფორმაციო გამოშვება მოგიყვებათ. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. მოემზადეთ, ვიყვებით როგორ ხდებიან ჩემპიონები და როგორ იბადებიან ლეგენდები. შემოგვიერთით დაზაბული დაპირისპირებები და ტრიუმფის გასაოცარი მომენტი.